ისე პირდაპირ ეთერში ვართ, 8 ივლისია, ნელი აგირბა იმედარებული ახალი დილა და ჩვენი სტუმრები. დიახ, ახლა მოდით მოგახსენებთ რა არის ჩვენი დღევანდელი თემა. თეთრი წყაროს რაიონის სოფელ მარაბდაში საქართველოში პირველი ინტენსიური ბაღი გაშენდა. ამ ბაღის პრეზენტაცია დღეს შედგება საღამოს. ყველა მსურველს ექნება საშუალება რომ გაემგზავროს და თვითონ დაესწროს ამ პრეზენტაციას, რაც შეეხება ამ ბაღს. ეს არის პირველი პრეცედენტი, როგორც ავტორები პროექტის ამბობენ, საქართველოში ამ მეთოდის დანერგვის პალმეტური მეთოდით მოხდა ბაღის გაშენება, რაც გულისხმობს მცირე მე როგორც ხვდები, მცირე მიწიან მონაკვეთზე მაქსიმალურად მეტი მოსავლის მიღებას. მაქსიმალურად ათვისება ამ მცირე მიწიან. ხო, როგორც ჩანს და ახალგაზრდები არიან ამ ყველაფერში თან ჩართულები და ბავშვი და ახალგაზრდობის განვითარების ფონდია, რა თქმა უნდა, შესაბამისად ამ პროექტის ერთ-ერთი კომაგი ფინანსურად, იმიტომ პირველ საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტი არის და შესაბამისად ირაკლი ჟორჟოლიანი ხელმძღვანელი ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის და ჩვენი სტუმარია ასევე ბატონი პავლე მგელაძე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს პოლიტიკისა და ანალიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ხომ დავიმახსოვრე ბატონო პავლე? დაიმახსოვრე სწორი. კი, დილამშვიდობისა ბატონებო. პირველ რიგში რას ნიშნავს ინტენსიური ბაღი? სწორად გავიგეთ, პატარა მონაკვეთზე ბევრი ხე. ეს მარტივად. იმდენად კარგად ახსენით, რომ მე მგონი აღარ არის საჭირო მე კიდე დავწვრილმანდე, მაგრამ უფრო დეტალურად რო გითხრათ, ეს არის რამოდენიმე შეიძლება ათასობით ნერგი დაერგას 1 ჰექტარზე, შესაბამისად ეს საქართველოსთვის არის ზუსტად პრიორიტეტული, რამდენადაც ჩვენ არა გვაქვს იმის ფუფუნება, რომ კონდეს ძალიან დიდი სავარგულები, როგორიც აქვს დაუშვათ ჩვენ დიდ მეზობელ ქვეყნებს. შესაბამისად ჰექტარზე ირგვება შესაძლებელია დაერგოს 2000 ნერგამდეც. და მოსავლიანობა საჰექტარო შეიძლება 100%-ით აჭარბებდეს ჩვეულებრივ მეთოდით გაშენებულ ბაღებს. და რა თქვი? ეს პალმეტური მეთოდი რა არის? პალმეტური მეთოდი არის ხელოვნურად მცენარისთვის ფორმის მიცემა, რაც გვეხმარება ერთი რომ აგროტექნიკა გატარდეს გამარტივებული მეთოდით, მეორე რომ მოსავლიანობა გაიზარდოს და მესამე რომ დეკორაციული ფორმა აქვს, ამას საკმაოდ ლამაზი და სადამთავრდება პროექტი, მე დაგვატიჟებთ ალბათ რომ ყველამ ერთად ნახოთ და შესაბამისად კიდე დააგემოვნოთ ის პროდუქცია, რომელიც იქნება მოწეული. აი ეს როგორ ხდება ხელოვნურად? ეს არის შპალერული მეთოდი ქვია ამას, ანუ ხეს ეძლევა, ანუ ვაშლის ხეს ეძლევა სხვადასხვა ფორმები, ამ შემთხვევაში იქნება ალბათ აი ესეთი მოგრძო ფორმა იქნება, რომელიც ტოტები აი ესე დავარცხნილივით იქნება, ანუ შესაბამისად ესე იდგება ტოტები და ანუ აქედან შესაძლებელი იქნება ხილის დაკრიფა მარტივად, წამლობის გაკეთება ძალიან მარტივად და შესაბამისად თუ რამე ცუდი მცენარე იქნება, იმის გამოხშირვა და ასე შემდეგ. სადაური მეთოდია ეს პალმეტური მეთოდი. საქართველოში რატომ არ ვიცნობთ თუ ჩვენთვის არის ზუსტად გამოსადეგი? ეს მეთოდოლოგია არ არის ახალი, ეს არის საკმაოდ ძველი, უბრალოდ არ გამოიყენებოდა აქამდე რამდენადაც უფრო განვითარებული ქვეყნები და განვითარებული სოფლის მეურნეობის მიმდევარი ქვეყნები იყენებდნენ. ვისი მიღწევაა ეს? უშუალოდ რომელმა ქვეყანამ მოიგონა ზუსტად არ ვიცით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში საკმაოდ ძვირიჯდება ამ მეთოდით ბაღის გაშენება, ალბათ 2-3 ძვირიც კი, ჩვეულებრივ მეთოდთან და შედარებით და შესაბამისად ამიტომ არიდებდნენ თავს, მაგრამ დღევანდელი ბაზრის პირობები ითხოვს ისეთ ხარისხიან პროდუქციას და ისეთ წარმოების მეთოდებს, რომ უკვე თუ არ გადავედით ჩვენ ამ პალმეტურ მეთოდზე და ინტენსიური ბაღების გაშენება აქტიურად არ დავიწყეთ, ჩვენი კონკურენტული უპირატესობა სხვა ქვეყნებთან მიმართებაში არ იქნება. ჯერ შედეგი უნდა ნახოთ, ხო, რამდენად გაამართლებს. კი, შედეგი ამართლებს, იმიტომ რომ ყველა განვითარებული ქვეყანა, რომელიც სოფლის მეურნეობა საკმაოდ განვითარებული, იყენებს ამ მეთოდს. იგივე პოლონეთმა დაიწყო ეს რამოდენიმე ათეული წლის წინ და დღეს იცით, რომ პოლონეთი ვაშლის ერთ-ერთი დიდი მწარმოებელია მსოფლიოში და რატომ ეს მარაბდა და არა თქვა გორი? პირველ რიგში მოგესალმებით, თვითონ პროექტი შემოვიდა ქვემო ქართლიდან და ითვალისწინებდა ადგილობრივი ახალგაზრდების ჩართვას. მთლიანობაში თვითონ პროექტი შემოიტანა სტუდენტურმა საერთაშორისო ინიციატივამ. სოფლის მეურნეობის სამინისტრო შემდეგ ჩართო. მთლიანად მთელი პასუხისგებლობა და ვალდებული აღებული აქვს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და მის დაქვემდებარებულ უწყებას ფონდს, ხოლო უშუალოდ, რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ ვიქნებოდით კომპეტენტურები, რომ კონსულტაცია არ გაგვიარა სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, რისთვისაც ძალიან დიდ მადლობას
უხდით ყველა თანამშრომელს, მათ შორის პავლეც აქტიურად ჩაერთო და დაგვეხმარა თუ როგორ შეიძლებოდა რომ უკეთესად მომხდარიყო ამ ინტენსიური ბაღის გაშენებას. Რა თქმა უნდა, რომ ეს ინტენსიური ბაღი როგორც ვიზუალურად, ასევე ზოგადად მოსავლის სიჭარბის თვალსაზრისით არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ პროექტი ასევე ითვალისწინებს ახალგაზრდების ჩართვას, კერძოდ ტრენინგ ცენტრის გაკეთებას, სადაც ჩაუტარდებათ სწორედ ახალგაზრდებს თუ ზოგადად სოფლის მეურნეობაში რა მიღწევებია, რა მეთოდოლოგიებია, როგორ შეიძლება რომ ისინი ჩაერთონ და რა უნარ-ჩვევები შეიძლება განავითარონ ამ მიმართულებით და დღეს 16 საათსა და 15 წუთზე სასტუმრო რედისონის წინარე ავტობუსით გასვლა მარაბდაში ახალგაზრდებს ექნებათ საშუალება კიდევ ერთხელ ნახონ, არის გარკვეული შედეგები უკვე, რა თქმა უნდა შემოდგომამდე კიდევ ბევრი რამ შეიცვლება და სხვათა შორის ერთი საინტერესო ფაქტი იყო, რომ ორ კვირაში უკვე ვაშლი გამოისხა. გასამბობთ, მოდით ნახოთ რა სასწაულია მარაბდაში გაშენებული. ღირს თუ არა დღეს სასტუმრო ივერიასთან, ხო? რედისონთან. იქ მინისტრებიც იქნებიან და დიპლომატიური. ღირს თუ არა იქ მისვლა და გამგზავრება მარაბდაში. ნახავთ ახლა ელენე თავაძე ჩაგვერთვება ელენე თავაძე და ნახოთ ინტენსიური ბაღები როგორი არის. დილამშვიდობისა ელენე. აბას ადარი ხე გამოისხაო. დილამშვიდობის არა ჯერ ვაცადოთ ცოტა ხანი ისინი სულ რაღაც ერთი სამი თვე არას დარგულები არიან და უნდა დრო ვაცადოთ რომ გაიზარდონ. მოდით ახლა მე თქვენ უკეთესად განახებ და აგიხსნით თუ რას ნიშნავს მარაბდის ინტენსიური ბაღი. თვითონ სახელი ძალიან საინტერესოა და როგორც პროექტის ორგანიზატორები და მენეჯერები და ასე შემდეგ ამბობენ რომ ამ პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილი ის გახლავთ რომ 1 ჰექტარზე, ანუ მცირე ჰექტარზე დათესილია ძალიან ბევრი ხილი და როგორ შეიძლება მცირე ნაკვეთზე მოვიყვანოთ ძალიან ბევრი ხილი და კონდეს მოსავალი ბევრი. ამისათვის მე გავესაუბრები გოგა ბიბილურს, რომელიც გახლავს პროექტის მენეჯერი და უკეთესად აგვიხსნის თუ რა სისტემა არის. ეს სისტემა პირველად ხდება საქართველოში, საიდან შემოიტანეთ. ჯერ ამაზე ვილაპარაკოთ და მე უკვე კონკრეტულად ვანახოთ მაყურებელს როგორ არის დათესილი ხეები. ანუ ეგ სისტემა არის პალმეტური მეთოდით გამოყვანილი. გაშენებულია 1 ჰექტარზე 1300-მდე ენერგი. რაც შესაძლებლობას გვაძლევს უფრო რაციონალურად გამოვიყენოთ მიწის ნაკვეთი. ანუ უფრო სწორად, უფრო მეტი მოსავალია და უფრო მეტს მოვიგებთ რა მაგაში. თვითონ ეს სიტყვა რას ნიშნავს? აი რაღაცა კონკრეტული მნიშვნელობა აქვს აი ენერგების განთავსებას. ანუ პალმეტური მეთოდი ახლო ირკვევა თითო ენერგი. აი ნახოთ ახლა ერთ ენერგსა და მეორე ენერგს შორის რამდენი სანტიმეტრი უნდა დავიცვათ? დაახლოებით მეტრა და 20 სანტიმეტრი, 1 მეტრა და 20 სანტიმეტრია. და ეს დისტანცია რაში უწყობს ხელს ენერგებს? ანუ 1 ჰექტარზე უფრო მეტის დარგვა შეიძლება. უფრო მეტია რა. თვითონ ძირითადად. უჩვენება ხომ არა აქვს? არა, არანაირი. და რამ ხელა იზრდება, როგორც ვიცი, ჯუჯახეებია? კი, ჯუჯა ვაშლებია, ჯუჯა ჯიშის ვაშლებია, იზრდება დაახლოებით მაქსიმალური იქნება მაგის სიმაღლე 2 მეტრა. 2 მეტრა. უფრო ადვილია რა, თვითონ მოსავლის მოკრეფა მაგისთვისაც რა. აქ ჭირდება კიბე და ხეზე ზრომიალი და ყველაფერი. და ეს ბამბუკის სარებერისთვის არის? რომ მიეყნოს, სწორად რო გაიზარდოს თვითონ ხე, ანუ მოგრეხილი რო არ იყოს, ჯერ არა ბოლომდე მიმაგრებული, მაგასაც გავაკეთებ და უფრო სწორად გაიზრდება. გასაგები აი ჯუჯახები, მაგრამ აი დიდი ხები, სხვა ჯიშის ენერგები შეიძლება თუ არა გავახაროთ, აი ესე 1 ჰექტარზე ამდენი სახება. შეიძლება, როგორ არა, თუ იქნება გამოყვანილი M9-ზე. აი დავაკონკრეტოთ რას ნიშნავს. რაც მთავარია, ეხლა უბრალოდ არის ზრდება ძალიან დიდი, არის 2 მეტრი მაქსიმალური, ეგ ძირითადად აქ ენერგებია გოლდენის, აიდარედის, ეგ არის ამერიკული ჯიშები უცხოეთიდან. და კიდე გვაქვს იაპონური ჯიშები, იქეთ 2 ჯიშია კიდე პოსტარი. ჩვენ შეიძლება გადავხედოთ თლიან ბაღს, ვნახოთ ეს ჯერ სულ ჯუჯა ვაშლის ხეები, რომელიც ცოტა ხანში 2 მეტრს მიაღწევს. ცოტა ხანში არა, 1-2 წელიწადში. 1-2 წელიწადში და 2 წელიწადში ველოდებით ნაყოფს. შემდეგ რას უზამთ ამ ნაყოფს? ამ ნაყოფს მე ანუ თვითონ პროდუქტის რეალიზაცია მოხდება აქვე საქართველოში. შეიძლება ექსპორტზეც გავიტანოთ, ეგ მომავალში გეგმავთ უფრო გაფართოვებას.
და მე უკვე იქნება ხო საქველმოქმედო ფონდი იქნება კი ბავშვთა სახლებს დაურიგებთ და რა თქმა უნდა ალბათ მეცხრე არხსაც გაასინჯებთ თქვენ ესეთი ინოვაციური ჯიშით გამოყვანილ ვაშლს და როგორც მიხვდეთ ესე იგი სხვა სახეობის მცენარეებზე ჯერ ცდებია ჩასატარებელი ან დიდი სახეობის ჯერ არ არის მზად ანუ შეიძლება ახლომავლობაში თქვენგან ამასაც ველოდოთ რომ თქვათ ქლიავის ხეები ან თქვათ ვაშლის ხლის ხეებიც ვაპირებთ მომავალში უბრალოდ ჯერ ტესტირებას ვატარებთ არა გამზადებული ბოლომდე ან თვითონ კლიმატს არა მიჩვეული უცხო ჯიშები რა. კარგი, ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ დაველოდებით თქვენს განვითარებას. ჯერ პირველ რიგში ნაყოფს ველოდებით 1 ჰექტარიდან, ანუ დაახლოებით ველოდებით რამდენი კილოგრამი მოვა? 1 ჰექტარიდან კილოგრამი კი არა და 50 ტონამდე გამოდის. მე მგონი საკმაოდ ძალიან ბევრია. საინტერესო ინიციატივა, ნამდვილად გისურვებთ წარმატებას და ჩვენ ველოდებით პირველი ნაყოფის, პირველი ვაშლის გასინჯვას. მადლობთ. გემშვიდობებით, წარმატებულ დღეს გისურვებთ. ნახვამდის. დიდი მადლობა ელენე საინტერესო ჩართვისთვის და აი როგორი ახალგაზრდა პროექტის მენეჯერი ჩვენ საუბრობდით ახალგაზრდების ჩართვაზე თუმცა მანამდე არ შეიძლება რომ არ ვახსენოთ ნერგების თემა რადგან აი ელენემ და მისმა რესპონდენტმა თქვეს რომ ეს არის ამერიკული და იაპონური ნერგები რატომ ჩამოგვაქვს და რატომ არ ვიყენოთ თქვა იმას რაც საქართველოში უკვე აპრობირებულია ვიცით კარგად მოდის და ასე შემდეგ მოგახსენებთ, ანუ პირველი რომ გარკვეული წლების განმავლობაში ზოგადად ბაზარზე იცვლება მოთხოვნა და დღეს აღარ არის უკვე იმხელა მოთხოვნა ისეთ პროდუქციაზე, რაც იყო დაუშვათ 10, 20 და 30 წლის წინ. შესაბამისად, ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ განვაახლოთ ეს ჩვენი პროდუქცია, რასაც ზოგადად საქართველოს აწარმოებს. მეორე, რომ ვისაც სურს, რომ კონკურენტული უპირატესობა მოიპოვოს იმ ადამიანებთან მიმართებაში, ვინც აქამდე აწარმოებდა პროდუქციას, მათმა შესაბამისად უნდა აწარმოონ რაღაც განსხვავებული და ახალი, ხო? ანუ ეს მეთოდი ზოგადად და ინტენსიური ბაღებით მოყვანილი პროდუქცია განსხვავდება იმითი, რომ ერთი არის სასაქონლო სახე აქვს ძალიან მიმზიდველი, შესაბამისად და ეს არ გვიჩენს, შესაბამისად კითხვას გვიჩენს, გენმოდიფიცირებულია თუ არა ეს პროდუქტი. ეს არ არის გენმოდიფიცირებული, უბრალოდ კარგი აგროტექნიკის გატარების პირობებში შესაძლებელია, რომ სასაქონლო სახე პროდუქტს ჰქონდეს ძალიან ლამაზი, მიმზიდველი, ანუ თქვენ გინახავთ ალბათ ევროპის და ამერიკის მაღაზიებში და სუპერმარკეტებში როგორი ლამაზი პროდუქცია იყიდება, ის შეიძლება რომ სრულად ბიო იყოს და იმას არანაირი ცუდი, ასე ვთქვათ, სასუქებით არ იყოს ის მოწეული, ანუ საქართველოში შესაძლებელია არაგენმოდიფიცირებული და ჯანსაღი პროდუქცია მოვიწიოთ და ის იყოს ძალიან ლამაზი და მიმზიდველი. და ანუ ქართული ჯიშები ესე ვერ გაიხარებს? ქართული პირობითად ქართული, ანუ ის რომელიც ჩვენთან არის გავრცელებული. ეს არის სხვანაირი ნერგი, ანუ ეს არის ახალი ჯიშები, რომელსაც გააჩნია ესე ფუნჯისებრი ფესვები, რაც უზრუნველყოფს, რომ მიწიდან მაქსიმალურად აიღოს იმან, რაც ჭირდება ყველანაირი ნივთიერება. თუმცა, ანუ საქართველოში გავრცელებული ჯიშები არ არის სამწუხაროდ ესეთი, ანუ მათ სხვანაირი ფესვთა სისტემა აქვს, რაც პალმეტური მეთოდოლოგიისთვის არ გამოდგება. და აი ეს ფესვთა სისტემა მე როგორც მახსოვს ბოდიში სკოლის პროგრამიდან აქვს არა ვთქვათ მრავალწლიან მცენარეებს, არამედ მოკლევადიან მცენარეებს და ეს მრავალწლიანი ნერგები. ეს არის მრავალწლიანი ნერგები, რა თქმა უნდა, მაგიტო არის თქვენ დაინახავდით, რომ სამაგრები აქვს ყველა ხეს, ანუ ამას არ შეუძლია ძლიერი ქარის პირობებში დაუშვათ ყარათ იდგეს, შესაბამისად ამას ყველა სჭირდება თავისი საყრდენი და ამ საყრდენის და დაწვეთების, ანუ ირაკლი იტყოდა ალბათ, რომ დაწვეთების სისტემა აქვს ყველას მიყვანილი თავის ფესვთან, შესაბამისად ის ზუსტად იმ რაოდენობით იღებს წყალსაც და საგუნივთიერებასაც, რაც იმისთვის არის აუცილებელი, რომ პროდუქცია იყოს ფაქტიურად იდეალური შესახედაობის და იდეალური გენომური თვისებების მატარებელი. თან გემრიელის ნაყოფი გაცილებით, როგორც აპრობირებულია საერთოდ ამიტომ მიღებულია, რომ არის ვიზუალურად ძალიან ლამაზი ეს ინტენსიური ბაღი და ნაყოფი ძალიან უფრო შესამოსწორებელი. ვიზუალურად რადგან ლამაზია, ეს როგორ უნდა გამოვიყენოთ? არა, უბრალოდ კიდევ ერთხელ კოსმეტიკურ იმას არ აქვს იმენად დიდი მნიშვნელობა, რამდენადაც ეს შეიძლება გამოვიყენოთ იმაში, რომ უფრო მაღალი ფასი დავადოთ ჩვენ პროდუქციას, შესაძლოა. თვითონ ბაღის სილამაზე როგორ შეიძლება გამოვიყენოთ? ბაღის სილამაზე მეგობრები დავპატიჟებთ და თავი მოვიწონოთ. მე მაინტერესებს უბრალოდ ლეხს, სოფლის მცხოვრებს, რომელსაც მოუნდება ასეთივე ბაღის გაშენება. რამდენად ხელშეუწყობს თუნდაც სამინისტრო, თუნდაც სხვადასხვა უწყება, რომ ეს ნერგები შეიძინოს ან იაფა თუ დაურიგდებათ მათ პირველ ეტაპზე.
ანუ ამ ეტაპზე რაც გათვალისწინებულია, რომ ზუსტად ესეთი პროექტები ხელს უწყობს პოპულარიზაციას ამ მეთოდოლოგიის. ანუ ჯერ შესაბამისად იმ ადამიანებთან უნდა მივიტანოთ ეს ინფორმაცია, რომ ესეთი მეთოდით გაშენებული ნახონ და მე შეგვიძლია ნახავენ აღებს რა უპირატესობა აქვს, ანუ ეს იმდენად დიდი უპირატესობა აქვს და იმდენად დიდი ასე ვთქვათ, ფულის შოვნა შეუძლიათ ამითი ადამიანებს. ხელშეწყობა პირველ ეტაპზე ექნებათ, ხო? ხელშეწყობა პირველ ეტაპზე ეხლა დაწყებულია იმითი, რომ პირველ რიგში უნდა გავაცნოთ, შემდეგ ვასწავლოთ და შემდეგ უკვე იქნება რაღაც. ასე იგი, ჩვენ ვთქვით, რომ ახალგაზრდებს ტრეინინგი ჩაუტარდებათ, ხო, მაგრამ რამდენად ხანგრძლივი იქნება მათთვის ეს, ვთქვათ, დასაქმების სახე. ანუ ანაზღაურება ექნებათ თუ არა და რადგან ვამბობთ, რომ აქედან მიღებული შემოსავალი მოხმარდება სოციალურად დაუცველ ახალგაზრდებს, ესე იგი, შეძლებს პროექტი საკუთარი თავი შეინახოს. რა თქმა უნდა, იდეაში ჩვენი სწორება არის მდგრად პროექტებზე, სიცოცხლის უნარიან პროექტებზე. ჩვენი გათვლებით დაახლოებით ალბათ 20 წლის მდგრადობა შეიცავს აღნიშნული პროექტი, ტრენინგს რაც შეეხება. პირველ რიგში პროექტებში, რა თქმა უნდა, ის ადამიანები, ბენეფიციარები, ვინც ჩართული არიან, იღებენ გარკვეულ თავის ხელფას, ჰონორარს, ხოლო მთლიანობაში ტრენინგ ცენტრს რაც შეეხება, მასში ჩართული ადამიანები, რა თქმა უნდა, ალბათ უფასოდ მიიღებენ განათლებას და სწორედ ეს ცენტრი შეუწყობს ხელს პალმეტური მეთოდის პოპულარიზაციას საქართველოში და ერთგვარი ინოვაციური მიდგომა არის, რაც აქამდე არ ყოფილა. შეიძლება სადღაც ვიღაცამ დაიწყო, მაგრამ ასეთი მასშტაბური პროექტი ჯერ არ განხორციელებულა. ძალიან საინტერესო ასევე რა სახით მოხმარდება სოციალურად დაუცველ ახალგაზრდებს დაუცველებს, მაგრამ დრო სამწუხაროდ ამოგვეწურა. დარწმუნებული ვარ, გვექნება საშუალება ამ პროექტზე საუბრის, იმიტომ რომ ხეების დრო ჭირდება, როგორც ძალიან თქვა, დავაცადოთ, გაიზრდებიან და იქნება შემოსავალიც. მე სადღაც მაქვს ნანახი საქართველოში არა და გამახსენდა როგორია, ძალიან ლამაზია მართლა, ერთი სიმაღლის თუ რაღაცა სტანდარტული ზომის არის და ლამაზი ესეთი. ხომ ესეთი სხილის ბაღები მაქვს ნანახი ამერიკაში, მსგავსად გაშენებული. ძალიან დიდი მადლობა ბატონებო მობრძანებისთვის, წარმატებებს გისურვებთ. იმედი მაქვს გაამართლებს ეს პროექტი, ჯანსაღ პროდუქციას მივიღებთ და მომგებიანთ და აშენდება ქართული სოფლის მეურნეობა. დეპატიჟებით ყვავილობის პერიოდში ძალიან ლამაზია. მონახოთ. კარგია, დიდი მადლობა სტუმრებს და ეხლა ჩვენ